მოდი თვითონ ხელისუფლება ღაღადებს თავისი პირით. ეგ როგორ ხდება? მოდი ვაჩვენოთ რა. ოცნების ყოფილი წევრები სტაილ განცხადება რო არა, პირველი ვიდეო რო გავუშვათ ჯერ თუ შეიძლება. ხო. გადასტურდა ხო კიდევ ერთხელ ის რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ გუნდიდან გაგებული ყოფილით ზოგიერთი ყოფილი წევრი ასაზრდოებს აქ რადიკალიზმს საქართველოში. ყველამ კარგად იცოდეს, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევს, ღალატს ჩაიდენს და უღალატებს სამშობლოს გუნდს და იქნება თქვენ თან დანაშაულის ჩამდენი ბუნებრივია, რომ მათ მიმართ შეუვალი იქნება კანონი და საქმეებზე და სახელებზე ბუნებრივია არ ვსაუბრებთ, მაგრამ დანაშაულს ვინც ჩაიდენს, უღალატებს სამშობლოს და თავად ისევით იქნება ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბუნებრივია, რომ ასოხეზე რეაქციაც იქნება აი, ამაზე ხა მარტო ჩვენა ვართ ამ ქვეყანაში დალაგებული ხალხი, რომელსაც ამაზე კითხვები გვიჩნდება? ანუ არავის რამე კითხვები არ გიჩნდებათ, მაგალითად თქვენი გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებენ აქ რადიკალიზმს და დივერსიას აწყობენ. ვინ? ვინ? ნუ აი ვინ? სახელი გვარი, აი მარტო მე მეშლება ამაზე ნეღები. ანუ გონჩი ყავდა, აი წარმოიდგინე რა, ეხლა ჩვენ რო გამოვიდეთ და გონჩი ყავდა შემოგზავნილი ჩათლახი ტიპი, რომელმაც გაყიდა ჩვენი პარტია და მოგვიწყო დივერსია და ვიღაცა რომ მოვიდეს და უკაცრავად ეს რა უბედურება მომხდარა, ვინ იყო და არ გეტყვით. ბუნებრივი არ გეტყვით, ან ეგ თან ბუნებრივი. რატოა ბუნებრივი? რა თქმა უნდა სახელს არ დავასწრო, რა თქმა უნდა კი არა, რატო არ ასახელებს სახელს? ვიღაცა ყავდა შპიონი, ჩათლახი ეხაც აფინანსებს რადიკალებს, უნდა გადაატრიალონ ქვეყანა. აი ვაფშე არ მაინტერესებს პოლიტიკა, არ მაინტერესებს რომ არჩევნებში მონაწილეობა, არ მაინტერესებს კერძს რო ვიყრი, არაფერი არ მაინტერესებს. საქართველოს რიგითი მოქალაქე ვარ, ვიღაცა გვიწყობს გადატრიალებას, მითხარ ვინ გვიწყობს გადატრიალებას? აი ვიღაცამ უნდა დაამხოს საქართველოს. რა თქმა უნდა არის, რა უნდა თქვას. რატო? რა თქმა უნდა, ბუნებრივია რომ არ იტყვის. რატომ? რა თქმა უნდა, მაგას არ გეტყვი რატო. მაგას რა? არა, მე ავხსნი რატო არა. ეს არ იქნება აბსოლუტური და გამართული ახსნა, მაგრამ ლოგიკას ვიტყვი. რატო უნდა მაგას დასახელება, ისედაც ხო გასაგებია ვიცი არა. სულ სამი ადამიანი არსებობდა, ვინც ყოფილი წევრები იყვნენ, წავიდნენ. აი ერთი წამი, აი ეგეთი გასაგებია, ეგეთი ლაპარაკი მიდის იქით ამ მხრიდან. ოღონდ ეგრე რო გელაპარაკებიან, შენ სრული უფლება გაქვს, რომ თავი გამოიშტერო და როგორი პასუხები გასცა, იცი რომ ბახტაძე? ხო, რავი, არ შეიძლება ეგეთი პასუხი. თქვენი გუნდის წევრი იყო, პრემიერი იყო. ეგება ბახტაძეა. ვისაც ბახტაძე არ გახსოვთ, გასაგებია რატო არ გახსოვთ, მაგრამ ეგეთი პრემიერი ყავდა ქართულ ოცნებას. ხო შეიძლება მეც ეგრე თავი გამოვიშტერო. ვერ ხვდები. ვინ უნდა იყოს ეს მისტიური პიროვნება, რომელიც გუნდის წევრი იყო? ეხა გუნდის წევრი არ არის, ოღონდ არავის არ უთქვია, რომ გუნდის წევრი არა, ეგეც მნიშვნელოვანია. არავის არ უთქვია, რომ ისინი გუნდის წევრები აღარ არიან. ისინი როგორ წავიდნენ, იცი? რა კაი კაცი ყოფილა, ახლა შენ მედალი მიდი წადი, აი ეგრე ხო გაუშვეს. გუნდის წევრია კაცო, ოღონდ გუნდის წევრი არ არის. ცუდად მუშაობდა, მაგრამ კარგად მუშაობდა. და თქვენ თვითონ მიხვდით, ეხლა ვიღაცა დივერსიას გვიწყობს. დებილები ხო? არა, მე გეტყვი, მან რა ტექსტია ეს? აქ გამართლება მაგას. აქვს გამართლება, აი კი ლოგიკაში ყველაფერში მოყვები, შენ მართალი ხარ ლოგიკურად, მაგრამ უყურე საერთოდ ქართული ოცნების ესეთი სუპერ დარტყმა ხო ეგ არის, რომ ხალხო, მე არაფერს არ გეტყვით, მაგრამ თქვენ ისეთ მიხვდით და ეს ხალხი რაღაცას მოიგონებს ხოლმე, ვისაც რა უხარია იმას. ანუ ვისაც რა თავის გულთან ახლოს რა სცენარიც არის, რითიც წყნარდება. თვითონვე დაიმშვიდებს ხოლმე თავს და ეგ ხდება, უეჭველი ეგ ხდება. აი, დავინახე ეგ ოცნების განცხადებებში ეს გამოსჭვის და ეგ ვერ ვიტყვით, რომ ეგ არაეფექტური მიდგომაა და შესაბამისად, რადგან ეფექტურია, ბუნებრივია ვერ ვიტყვით ვინ, აქედან გამომდინარე, ანუ ეს ხო მუშაობს.
და რახან ბაზარმა დაარეგულირა, რომ ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია, ამიტომ ბუნებრივია ხალხო, არ გეტყვით ვინ, თქვენ ვინც გაგიხარდებათ, იმაზე წარმოიდგინეთ. ვინც თქვენ არ მოგწონთ, იმათ დააბრალეთ და იყავით ბედნიერები. დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეთ. მოდი მე ეშმაკის კი არა ქართული ოცნების ადვოკატის და რაღაცა რეალურ ლოგიკასთან ახლოს დგავერს. მიდი. ხო არსებობს მაგალითად რაღაცა რა. ბევრი უთმინე ამას, ანუ ვიღაცას რო ვერ ერევა ისაკეთ რაღაცას უძაბავს და ბევრი უთმინე ამას, ეგეთი გამონათქვამი ხო არ არსებობს ვიღაცა რო ვერ ერევა ადამიანი. მოთმინების ფიალა ამოიწურა? და ამოიწურება ერთხელაც იქნება მოთმინების ფიალა, ხო ჯერ არ ამოიწურა, იმიტომ რომ ვერ ბედავს რაღაცას. ხო არსებობს ეგეთი მდგომა. თავზე ხელი არ ამაღებინოთ. რაღაცა რისხვის გამომხატველი ტექსტი, რომელიც თან ეშინია რომ რაღაც დამბიჯი გადადგას, იმიტომ რომ იქიდან შეიძლება დარტყმანი იყოს. დაუშვათ ახლა მეორე მხარეს თლად. ისე არ არის რომ ადვილია, დაუშვათ. მეორე მხარესაც რაღაცა ძალა კომპრომატები, რაღაც ვიდეოები, ჩანაწერები, რაღაცები ხო ექნება, რა? ოკეი. და არ თავზე ხელი არ ამაღებინოთ, სიგნალებს უშვებენ, გივიცით თუ გავგაზდით. მაგარი ტექსტი, ახლა ერთი კითხვა მაქვს რა. ეგეთი სიტუაცია თუ არის, რომ ვიღაცა არის, რომლის სახელის და გვარის დასახელების ერთი ადგილი არა აქვს თამათ, იმიტომ რომ იმან რაღაცა შეიძლება ქნას. ერთი კითხვა მაქვს, მე რაღაცომ მიყვები მაგას. აი ხა ნახეთ. აი ვიღაცაზე სახელის და გვარის თქმის ერთი ადგილი თუ არა გაქვს. თქვენმა რამე არ გააკეთოთ. წინაზეც კი გითხარით რომ რამე არ გააკეთოთო და გააგრძელეთ რამის გაკეთება, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები რამე არ გააკეთოთ, თორე მე რას ვიზამ იცი? პასუხს მოგთხოვთ მე თქვენ. როგორც სახელს და გვარს არ ავასახელებ. აი ეგ ტექსტია, ბაზარი არა. მე რატომ მიყვები? სხვა კუთხით განვიხილოთ. სინამდვილეში ზურა როგორც აყენებს. მე რა შუაში ვარ მაგ. ზურა როგორც აყენებს. გავაправო? იმიტომ არ, აი მოდი რა, აი ყველაზე 100%-იანი ახს. იმიტომ არავინ არ ასახელებს მათ სახელებს, რომ შენსავით არავინ არ აყენებს. ანუ ხო ეხდე, ანუ სინამდვილეში ხარდამჭერი არ აყენებს ეგრე. აი ქართული ოცნები არ აყენებს ეგრე საკითხს. აი პირადად მართალ ხა რომელ ხალხს იცი? ქართული ოცნების პიარით რო ხარ დაკავებული სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში და პრეტენზია გაქვთ, რომ აი რაღაცა ბიზნია ივანიშვილის გვერდით გახართ 41 რაღაცა, ბოლომდე მივიტანთ ძველი გვარდი, აი მაგ ხალხს გესაუბრებით რა. რა ვიცი, ხა სხვადასხვანაირად უყურებთ რეალობას, ბაზარი არ არის, თქვენ ოცნების გჯერათ, მე რავი არ მჯერა, მაგრამ აი ამაზე ამიხსენით, ხა ვიღაცა რო გეუბნებათ, რომ ჩვენ გურჩი ვიღაცა იყო, ნაცებს აფინანსებდა, ეხაც აფინანსებს. ეგ რამე არ გაბედოს, დედას უტირებ. ეს და არ გეუბნებოთ ვინ არის. აი გავიგე რომ რაღაცა ვერსიები თქვენ გაქვთ, მაგრამ ნერვები არ გეშლებათ ეგრე რო გელაპარაკებიან. რომ ჩვენ მტერი ყავს, ბოროტი მტერი ყავს, სასტიკი, საშინელი ბოროტი მტერი ყავს, ხო არ გეტყვი. უყურე როგორი რაღაცა არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც საკუთარი პარტიის ან საკუთარი რაღაც პოლიტიკოსის მიმართ არის უპირობოდ ერთგული. უპირობოდ, ну, ერთგული სხვადასხვა მიზეზთან. პირობებით ერთგული. ხო, პირობებით, აი ძალიან კარგად ჩამისტორე. პირობებით ერთგული. შეიძლება იქ რაღაც ფინანსური პირობა იყოს, მაგრამ ну აწყობს რა, ეხა ადამიანი სხვადასხვა მიზეზთა გამო. და არსებობს არც თუ ისე მცირე ნაწილი ასეთი სააკაშვილის დროსაც იყვნენ ასეთი კატეგორია, შევარდნაძის დროსაც იყვნენ და ყველა დროში იყვნენ, კაცო, ყველა პერიოდში და ყველა ეტაპზე. რომლებიც აი ყველაფერს გაამართლებენ. აი დღეს რომ ერთი უთხრას მთავრობამ, აი რაღაც თეთრს რომ შავი დაარქვას დღეს და ხვალ რომ შემოატრიალოს 180 გრადუსით ეს ზუსტად ეს პოზიცია და იგივე თეთრზე რომ შავზე რომ თეთრი თქვას, ეს ერთი და იგივე ადამიანი შეცვლის თავის პოზიციას და მერე იგივეს გაიმეორებს, რაც მართველმა უბრძანა. ამიტომ ჩემი აზრით ახლა ჩვენ მაგ ადამიანების მიმართ რაღაც მაგ ადამიანებს რომ ჩვენ რაღაც მივმართოთ და
მოუწოდოთ რომ გონიერებას მოუმხონ, ეგ ნაკლებად პროდუქტიული მგონია. მე უფრო რა მაინტერესებს, იცი, ეს სუფთა ობიექტურად რო დავფიქრდეთ, აი გვერდზე რო გადავდოთ ქართული ოცნების ეგეთი ამორჩევლები და მხარდამჭერები. აი მართლაც, აი ეგ ხომ ცოტა უცნაურია და დამაზიანებელია რაღაცა თვალსაზრისით, რომ მინიშნებებს აკეთებ, ირიბ მინიშნებებს, არც თუ ისე ირიბს ისე ცნობისთვის, რომ შენ მაგას მე ვაჩვენებთ. ხო, შენს რიგებში იყვნენ მაღალჩინოსნები, შეიძლება ითქვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების მინისტრი, რომლებსაც დღეს ირიბად აბრალებ ღალატს და შეიძლება არ აბრალებ, შეიძლება სიმართლეა, ეგეც არ ვიცი. მე არ ვიცი, ხო, აცხადებ, კი ბატონო, კორექტირება გავაკეთოთ. რას უკავშირდება ეს? მართლაც ხომ არ უკავშირდება იმას, რომ რაღაცა ინფორმაცია აქვთ, რომ ნამდვილად აი ეს ყოფილი, ასე ვთქვათ, გაგდებული თუ გაშვებული თუ ვიღაცეები მართლაც გარკვეულ კომუნიკაციაში არიან ამ პროდასალურ ფლანგთან და ეგ ბუნებრივიც არის. ეხლა თუ ადამიანი თავის გადარჩენის რეჟიმშია ის, რა ვიცი, ვეშმაკსაც დაუმეგობრებ მეგობრობას მანამდეც იყვნენ და მანამდეც შეიძლება უეჭველი კომუნიკაცია ქონდათ რაღაც თვალსაზრისით. საქართველოს პატარა ქვეყანაა, მე არაფერი არ მიყვის აქ, რომ ყველასთან რაღაც თვალსაზრისით კომუნიკაცია ქონდეს. და ხომ არ ხდება მაგ ღია საჯარო განცხადებებით და მუქარით იმ ფლანგის დაშინების მცდელობა და მათ შორის საზოგადოების მომზადება, ფსიქოლოგიური მომზადება შესაძლო მკვეთრი ნაბიჯებისთვის. დაჭერისთვის. ხო, მათ შორის დაჭერისთვის. ხომ არ არის ეს ვერსია? ხო, ამ ვერსიას ხო არ უკავშირდება ეს განცხადებები? კი, და მან როგორი რაღაცა იცი, ნახე, ეს მომზადება შესაძლო დაჭერისთვის, რაღაცა შესაძლო მკვეთრი ნაბიჯებისთვის ძალიან გავლენიანი ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობების ყოფილი ფიგურები, ხო, ვიციკავები და ამ თანამდებობები. ხა, ეგ მასეთი გეგმა ხო არ იქნება უბრალოდ აი მოდი ვიღაცა არ მევასება და მაგიტო მათი დაჭერის გეგმა დავსახოთ, არა? ანუ თუ ასეთი განცხადებები კეთდება, რომელიც მნიშვნელოვანწილად ოცნებისთვის, როგორც შინაარსისთვის დამაზიანებელია, პოლიტიკური. კი, და აზიანებს ფაქტია. მათი შიდა ერთობისთვისაც დამაზიანებელია, მათ მიმართ ნდობისთვის არის დამაზიანებელი, ანუ მასეთი ხალხი იყვნენ თქვენს რიგებში და თქვენ გვისაღებდით მათ როგორც სახელმწიფოს ხერხემლს, ხო? და ყოფილან ზემლის მოღალატეები. ეგ ხო ჰაერზე არ გაკეთდება, ეგ ხო ალბათ ხდებოდა და ხდება. ანუ რა თუ ვინმე არა, ეგ უბრალოდ რიგებში კი არ იყვნენ ის. არა, ზედას ისინი იყვნენ ძალიან სერიოზულ თანამდებობებზე და კონკრეტულად ეს ხალხი, რომლებიც ეხლა ლაპარაკობენ, ისინი მოღალატეები არიან, ეს ხალხი ძალიან აქებდა, ხო, საერთოდ წარმოაჩენდა როგორც ქვეყნის გადამრჩენი. ზუსტად მაგის გამო. და აქ არის მაგალითად რიჟვაძის დონის ფიგურები, უფრო მაღალ ფიგურები. აქ არის ლაპარაკი სინამდვილე ლილუაშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი, ხო? ესენი რო აქებდნენ და ეხლა იმათ ღალატზე ლაპარაკობენ, ეგ ასე უბრალოდ იმდენად დამაზიანებელი, რომ მართლა ღალატი უნდა ხდებოდეს, რომ ასეთ რაღაცას ამბობდე. აი უბრალოდ რაღაცა სახეზე აღარ მევასება და მოდი ეხლა ამას გუში ვაქებდე. შეუტიო. ხო, არარეალურია, რა, შენ თვითონ ზიანდები, მაშინ გუში რას აქებდი. ესე იგი ძალიან რეალისტურია სცენარი, რომ ისინი მართლა რაღაც ღალატის მაგვარს მართლა კომუნიკაციაში შევიდა ვიღაც ნაცებთან, ხო, პროდასალურ ფლანგთან, ან ეხლა ან დიდი ალბათობით მანამდეც და აგერ ლაპარაკი მიდის თვითონ ისინი ამბობენ, რომ მანამდე ხაბეიშვილს აფინანსებდენო. და გამოდის, რომ ჩვენ ეგ არის ყველაზე მთავარი. კი ბატონო, აი რაღაცას დაუშვათ ვერასახელებენ და არასახელებენ და მეტი მოთხოვნები უნდა ქონდეს ოცნების ამორჩეველს და ოცნების ამორჩეველი რომ უკეთესობის სურვილს ტოვებს, ზოგადად გასაგებია და არ არის ისეთი როგორც უნდა იყოს, რა ვიცი. ამორჩეველი თავისი მაღალი ხარისხისთვის შეგნები და ასე შემდეგ.
კი ბატონო, ეგ ცხადია, მაგრამ კაცო, ეგ გადავდოთ ოცნების ამორჩევლის შინაარსი გვერდზე, ქვეყანა რა რეალობის წინაშე. სამ ქვეყანას მართავდა, ესე იგი უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. აქედან ან რომელიმე ან ყველა ეხლა ნაცებთან გარიგებაში შედიან, ამათ გვისაღებდით ჯერ ერთი ესეთი შემადგენლობა რატო ყავდათ? ეგ ხო დგება საკითხი. ამათ გვისაღებდით სახელმწიფოს ხერხემლად და ეხლა ანუ ამ რანგის ფიგურები გადადიან ნაცებთან გარიგებაში შედიან, ხო? ჩვენ რო ლაპარაკობდით, მაშინ საკითხი ხო ეგრეთ გიგო, ჩვენ რო კრიტიკულად ვიყავით განწყობილი ამ ფიგურების მიმართ. ჩვენ რო ვამბობდით, რომ ისინი მათ შორის საბოტაჟის მსგავს წამგებიან ნაბიჯებს დგავენ. მათ შორის ამ კრიზისთან გამკლავების პროცესში დგავენ ნაბიჯებს, რომელიც საბოტაჟსაც გავდა. ჩვენ რატო გვიტევდა ოცნების სამორჩეველი, მაგრამ სიმართლე ხო აღმოჩნდა. თუ ეს სიმართლეა, რასაც კობახიძე იძახის ეხლა, თუ ოცნების სამორჩეველს ეხლა ამის ჯერა, მაშინ ჩვენ რაც გვილაპარაკე, ხო წინასწარ გვილაპარაკია ის იმ პრობლემებზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც თურმე სიმართლე აღმოჩნდა. და რანაირად შეიძლება საკითხის ეგრე დაყენება, რომ აი თქვენი კრიტიკა არის ნავის რყევა. ნარკო პოლიტიკასთან დაკავშირებით. დღეს ხო კობახიძე თვითონ აღიარებს, რომ შეგვიძლია ამ ასე გვაქვს ვიდეო? კი, ვაჩვენოთ ხოდი. Ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა პასუხისმგებაში მეცა 226 პირი, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. ჩვენ მქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. გაჩაღვა ორგანიზებულ დანაშაულს ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისმგებაში მეცა 57 პირი. სტატისტიკა რო ავიღოთ, მაგალითად ჩარჩან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. აქაც გვჭირდებოდა ჩვენ გადამჭრელი ზომების მიღება, ასევე იარაღის დარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რო ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. საინტერესოა მიშვებული. რამდენი იყო მიშვებული ისე რა? ო ანუ აქ რა ითქვა ნახე? ქვეყანა წალეკა ნარკოტიკების გავრცელება უნდა კრიმინალმაო და ეს მიშვებული იყო. ხო, ანუ თუ ჩვენ ლაპარაკობდით, რომ ქვეყანა წალეკა ნარკოტიკების გავრცელებამ რა დონეზეც, აი პოლიცია ხედავდა როგორ ყიდნენ ბარიგები ნარკოტიკებს, აი პოლიციელებიც დაიჭირეს ახლა აი ახლა რაზეც ყვება პრემიერ-მინისტრი, რომ რაღაც მთელი ღონისძიებები მივიღეთო და რამოდენიმე ასეული ადამიანი რო დავიჭირეთ, მათ შორის პოლიციელები. ანუ რო ვამბობდით, რომ პოლიცია კრიშავს წამლის ბარიგებს, თორე ისე აბარანაირად იმუშავებენ, თქო, დადასტურდა ესე. უბრალოდ მაშინ ესენი არ იყვნენ. არა, მაშინ ჩვენ რო ესენი არ იყვნენ. გამოწოვილი იყო ეს ჩვენი ლაპარაკი. მაშინ ესენი არ იყვნენ კი არა. პირდაპირ ესენი იყვნენ, ანუ უბრალოდ მაშინ პარლამენტის ფლანგი ებარათ და ეხა მთლიანად. და მაშინ იმათ ტაშს უკრავდნენ და ეხა ამბობენ რომ მიშვებული იყო. ჩვენ რო ლაპარაკობდით რომ აი ნარკოტიკებში იხრჩობა ქვეყანა, იღუპება ხალხი, ახალგაზრდობა. ანუ ჩვენი ლაპარაკის გაზიარება, ჩვენთან ერთად პროტესტის გამოხატვა თურმე სიმართლეზე როგორც ეხლა იყო. ჩვენ რომ ამობდით რომ მიშვებულია ხალხო, შეიძლება მიზანი მიმართულად დანაშაულებრივად ვიღაცა კრიშავს ამბობ. როგორც ირკვევა სიმართლე ყოფილა. ჩვენი ლაპარაკის გაზიარება ხო გამოვიდოდა რომ ამითი ბევრი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა, ხო? ანუ ოცნების ფლანგსაც, ოცნების ამორჩეველსაც ჩვენთვის მხარი ვაება და ეთქვა რომ კი სიმართლეს იძახის ეს ხალხი ამ ძალიან დამღუპველ რეალობის შეცვლა საჭირო თავრობა უნდა დაზიანდეს თუ ამას არ შეცვლის და ამ მიწოლა როგორც ეხლა ვხედავთ რომ ბევრ რაღაცას ცვლიან მიწოლის საფუძველზე თუ ოცნების ამორჩეველს მიაწვევა და ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა ადამიანების გადარჩენა შეიძლება. ხო და მაშინ თუ მართლები ვიყავით, ეხლაც რაღაცებს ვაკრიტიკებთ. და ეხლა რო ოცნების ამორჩეველი გვიტევს რომ ნუ არყევთ ეგ რაღაცა გადაჭარბებაო. ეხლაც მართლები ხომ არა ვართ, ეხლაც ხომ არ ჯობია რომ
ხარი აგვიგან ჩვენს კრიტიკაში. ვის რა ჯანდაბათ უნდა შენი სიმართლე შოთა? სიმართლე კი არ აინტერესებს ხალხს. ხალხს აინტერესებს ოცნებისკენ ხარ თუ არა. და შენ თუ ოცნებისკენ არა ხარ, შენ ხარ ნაცზე უარესი. სიმართლე ვაფშე არ აინტერესებს. კი ბატონო, უბრალოდ მთელი პრობლემა რა გამოდგა? ოცნების ის ლიდერებიც კი, რომლებიც პირველები იყვნენ ოცნების შემადგენლობაში, როგორც გაირკვა, თლად ოცნებისკენ ეხლა აღარ არის. ხო? ანუ ისეთი ვიღაცეები ყოფილან, რომ მათ შორის ოცნების ეს თუ გენერალური ინტერესისთვის თლად შესაბამისები არ ყოფილან, ჯერ გააგდეს და ეხლა აცხადებენ, რომ მათ მიშვებული ქონათ რაღაცეები და მოღალატეობასთან გვაქვს საქმე. იქნებ საერთო მათ შორის ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე, ეხლაც რაღაცეები ისე არ ხდება.